შესაძლებელია თუ არა ქონდროპროტექტორების საშუალებით, კერძოდ გლუკოზამინი და ხონდროიტინის მიღებით აღვადგინოთ დაზიანებული ან ართროზული სახსარი. მე თქვენ გეტყვით არა, ეს მითია. საზოგადოებაში კერძოდ მოზრდილ ასაკში ძალზედ პოპულარულია ქონდროპროტექტორების გამოყენება კაფსულების და გელების სახით. რამე თუ პაციენტები ფიქრობენ, რომ მუხლის სახსრის გონართროზის, მეჯბარძახის კოქსართროზის და ხერხემლის სპონდილო ართროზის დროს დაზიანებული სახსარი შეიძლება აღდგეს აღნიშნული პრეპარატების მიღებით. ეს ტყუილია. ეხლა მოგიყვებით აღნიშნული მითის შესახებ. ადამიანი, როდესაც აღწევს ზრდასრულ ასაკს, მას საბოლოოდ უყალიბდება სასახსრე ხრტილი, რომელიც ასაკის მატებასთან ერთად სამწუხაროდ აღარ განიცდის აღდგენას. სახსარს აქვს განსაკუთრებული რესურსი, რომელიც თანდათანობით მილევადია. ანუ სახსრის ხრტილის სიმაღლე განიცდის ასაკის მატებასთან ერთად განლევას და საბოლოოდ ვითარდება სახსრის ართროზი. ხოლო ის ქონდროპროტექტორები, რომელიც მიიღება ცხოველური წარმოშობის ხრტილისგან ჩვენი ორგანიზმისთვის, ის უცხო ცილას, ანუ უცხო ნივთიერებას წარმოადგენს. დამერწმუნეთ, ზემოთ აღნიშნული ნივთიერებების მიღებისას ის არ ილექება ჩვენს დაზიანებულ სახსრებში. ეს თეორიულად შეუძლებელია. ბოლო კვლევების თანახმად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ქონდროპროტექტორები ამოღებული იქნა როგორც სამკურნალო პრეპარატების ნუსხიდან და გადაინაცვლა ბადების სიაში. რამე თუ არც ერთმა სამეცნიერო კვლევამ არ დაამტკიცა ქონდროპროტექტორების სახსრის აღდგენის ეფექტი. აგრეთვე მინდა დავამატო, რომ სისულელეა ის, რასაც ეგრეთ წოდებული ხაშის მიღება ვითომცდა ახალგაზრდებს სახსარს. ზოგადად გემრიელია და სასარგებლო, მაგრამ სახსარს არ აღადგენს. ამიტომაც იკვებეთ ჯანსაღი საკვებით და გაუფრთხილდით თქვენ სახსრებს.